ბოჰემურ ცხოვრებასთან შეგვიება მეუღლეებს უჭირთ ხოლმე. თქვენ შემთხვევაში როგორ იყო? არა, პირველ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაშიც ნაწილი ხდებიან ჩემი ყოფის და თანამეგზურები. ეჭვიანობის საბაბი ჰქონდათ? ეჭვიანობდნენ? ეჭვიანობდნენ კი, მაგრამ ჩემი ბუნებიდან გამომდინარე იცოდნენ რომ მე უფრო რაღაცა რომანტიზმია ეს ჩემი ვიდრე კონკრეტული ღალატი. ანუ ღალატობდით? არა, კარგი. ასაკობრივი სხვაობა მეუღლეებთან თუ იყო ბარიერი? პრინციპში პირველ თოლზე 9 წლით უფროსი ვიყავი, მეორეზე 16 წლით. თუმცა ყვარებია თქვენზე უფროსი ქალები, ხო? არა, ასაკს მან მნიშვნელობა არ აქვს. სიყვარულში ასაკი არ არსებობს, მოდის უკვდავება და მარადისობა. როცა გიყვარს. არც ის არის ბარიერი, ქალი დაოჯახებულია თუ არა? ადრე არ იყო. რაღაცა პერიოდის მერე, რაღაცა ასაკის მერე არ მიღირს სხვა ადამიანზე შეურაცხყოფად. პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ დაუმეგობრდით ალკოჰოლს. ქონდა პერიოდები ამ რასაც ზაპოის ეძახიან, ქართულად როგორ. გადაბმული დალევის მე არ ვიცი ზაპოის როგორ. ქართველებს არ აქვთ ეგ სიტყვა, იმიტომ რომ ეგ მდგომარეობაც არ აქვთ. და თქვენ როდის მიხვდით, რომ პრობლემებს გიქმნიდათ ეს გაუთავებელი დალევა? აი რომ უნდა შეგეწყვიტათ უკვე. ბევრჯერ მივხვდი, პერიოდულად შემიწყვეტია, მე დაუბრუნებული ვარ, პერიოდულად შემიწყვეტია, დაუბრუნებული. ემოციური ადამიანი ვარ და რაღაც პატარა მიზეზიც კი შეიძლება გახდეს იმისთვის, რომ დავლიო. მაგრამ როცა დავინახე, რომ შემოქმედებაში კი არ მეხმარება ხელს მიშლის. იმიტომ რომ აი თრობაში დაწერილი ლექსები რო წამიკითხია, აღარ მომწონდა. და ისეთ ადგილზე თუ გაგიღვიძიათ სიმთვრალის გამო, ამ პერიოდში, როდესაც დამოკიდებული იყავით, სადაც არ ელოდით. საერთოდ როგორ მოხდით იქვე? არა, სკვერში გამიღვიძია ბალახზე დაზინებული. გარეთ? გარეთ ქუჩაში. და ნარკოტიკი ვინ გაგასინჯათ? რა ასაკში გასინჯათ? სხვათა საკმაოდ გვიან. 27 წლამდე არ ვიყავი გაკარებული არაფერზე საერთოდ რა. და მე ერთმა ჩემმა მეგობარმა გამაშინჯა. არ გეშინოდათ, რომ შეიძლება დამოკიდებული გამხდარიყავით? იცი და არასდროს არ ყოფილვარ ნარკომანი. კანარის კუნძულებზე კოკაინი დესერტზე ისე შემოვაქვთ, როგორც ჩვენთან ყავა. ერთ-ერთი ჩვეულებრივი ატრიბუტია რა და დედაჩემი რო ჩამოვიდა, სპეციალური ვახშამი გამართეს ჩემმა მეგობრებმა. და ესე ვერცხლისფერ თებში ჩამოატარეს და მიუტანეს დედაჩემს დაგერეხილი $. მე აქედან საწავს ვიყავი, არ ვიცოდი რა. და როდის მიხვდით, რომ ეს პერიოდიც უნდა შეწყვეტილიყო ნარკოტიკთან მეგობრობა? საკმაოდ დიდი ხანია, უკვე ალბათ 10 წელიწადზე მეტია, რომ უფრო მეტი. ეს შვილის გამო მოხდა. როდესაც შვილი გახდა ისეთი ასაკის სრულწლოვანი, რა უნდა უთხრას მამამ შვილს, როდესაც თვითონ შვილი შეამჩნევს, რომ მამა ამის თრობის ქვეშ არის. ბოჰემურ ცხოვრებას უფრო მეტი დრო შესწირეთ თუ უფრო მეტი ფული? პრინციპში დროს ყოველთვის ხელოვნებას არ ვაკლებდი და მთელი ფული ბოჰემურში წავიდა. არც ბინა არ მაქვს. მევახშეებზია გაფორმებული. საერთოდ არაფერი არ გამაჩნია და არც ფული არანაირი ანგარიშზე. ბევრი ვალი გაქვთ. ძალიან. ისეთი დღე ყოფილა, რომ მართლა საჭმლის ფული არ ქონიათ. ხშირად. ეხას დაყადაღებულები მაგან ანგარიში ჩემი. ხო. ჩამერიცხა ჰონორარი ძალიან მიხაროდა და მივედი და აღმოჩნდა დაყადაღებული ვარ. ეს მევახშეები შევიწყალე მე. რაღაცა თანხა კონკრეტული ისესხა დედაჩემმა რაღაც პერიოდში, ბევრი წლების უკან და მე მაშინ ძალიან დიდ ფულს შოულობდი რა. უზარმაზარ თანხებს მიხდიდნენ რუსეთშიც, საფრანგეთშიც და ამ პროცენტებს ისე ვაგზავნეთ, რომ ერთი სამჯერ ძირიც ამაკ დაფარული. ხო. და მე მოკლედ რო აღარ დამთავრდა $50,000-ში აღმოჩნდა, რომ $850,000 მაგ გადახდილი. ჩამოვედი რა საქართველოში და საქმე აღიძრა და როგორც თაღლითური ჯგუფია, ჯგუფი მიდიოდა ციხეში. ესენი მოვიდნენ ჩემთან შვილებით რაღაც და არ დაგუყო რა. რა თქმა უნდა გამოვიტანეს არჩელი, სასამართლოზე არ გამოვცხადდი. და მამაჩემზე გადავაფორმე ფილმს ვამთავრებდი პარიზში. და თურმე იმათ რეჟისში არ გაუტარებიათ, მამაჩემი მოატყუეს და აღმოჩნდა რომ 1 წლის წინ მიგებრო კიდე იმათია ბინა. და კიდე ისინი მიჩივიან და გადავაზმარდებიან. ძალიან ცუდია.